შეხედე. არა, უნდა ვიდე. აი. ბიჭო, რასული აქვს? ეს ნაწილი მომწონს ძალიან. ხრტილები რო აქვს. ასე ფენაფენად რო არის ხორცია, ძალიან მაგარი. რამდენი წვენი აქვს შეხედე? აბას აგოგიჭრია. რამდენის იქნებოდა ისე მაინც რო გავიგოთ. გამარჯობათ მეგობრებო, რასჭამენის გადასაღებად სად უნდა წავსულიყავი? გამოკითხვა გავაკეთე და გამოკითხვაში გაიმარჯვა სამტრედიამ. ასე რომ დღეს არის ის დღე, როცა მე მოვდივარ სამტრედიაში და უნდა დავაგემოვნო აქაურის საჭმელი. გავიგო აქაურების სტუმართმოყვარეობა და ერთი სიტყვით გავიგოთ რას ჭამენ სამტრედიაში. წავედით. შემევედი სამტრედიაში და სამტრედიაში ვარ ნამყოფი. ერთხელ ერთ ადგილზე მარტო კონკრეტულ ადგილზე მივედი და წევედი. აზზე არ ვარ, ახლა რა ხდება აქ? აკეი ბიჭი ხარისე კლასს. გაიხარე. მადლობა. ინტერნეტში ვნახულობ, ელდებოს ნიშნავ და ქუთაისში მიშვებს ელდებოში. ნავიგაცია და ყაზბეგი იქნება ვნახო, მაგრამ ჯერ დავიწყოთ რამე საცხობით. ხაჭაპური, ლობიანი, პატარა რაცხა. ვემილოყოთ და მერე წევიდეთ ხინკალი ვჭამოთ რაღაცეები და დავაგემოვნოთ რაღაცეები. წევით ახლა. გამარჯობა. ჩემ არხს ქვია მელო. მელო ქართულად. დავდივარ ას ქალაქებში და სინჯავ რაღაცეებს და მაინტერესებს ახლა ტრედიაში ასჭამს ხალხი და რანაირი გემრიელია. ხარისხიანი მოხმართლა. კი ეტყობა ისე ყველაფერს, განსხვავებული რო იყოს რა. აი ეს. ეს ხო? ეს გასწავლია. შამპურზე ლობიო ლორით. იგი ძალიან გემრიელია ხო მიპირადად არ გამჩემული პირიდან გამომდინარე. ელაპარაკდა დადარჩეხი იმერული ხაჭაპური, იმერული ის არის და ლობიანიც და ფენოვანი ლობიანიც კარგია. გასინჯვა გვინდა მარტო და ეს უცხო რაცაა განსხვავებული. ეს კარტოფილის ღვეძელი მოცარელათი და ლორით, ერთი ეგ, სულგუნიანი პური და ფენოვანი ლობიანი შამპურზე ლორით ყოფილა თან. ყველა თითო-თითო. ფასი შეხედე. კარტოფილის ღვეძელი მოცარელათი და ლარნახევარი. ეს სულგუნიანი პური 80 თეთრი ლობიანი 2.5 რა. იაპია და მადლობა დიდი. გაიხარ. კარგად. კარგად ხარ. ვიყიდეთ. ძალიან იაფია, ახლა გემოს გააჩნია რანაირი არის, მაგრამ შესახედავად ძალიან კარგად გამოიყურება. ადგილი ძალიან ლამაზია ახლა, რა ვიცი და. პირველი რაც შემხვდა, ეგი იყო და. წევით ახლა წამო სადმე დავждეთ და გავსინჯოთ რანაირი არის. ეგი მაინტერესებდა სულ აქანა. სამტრედიაში ველოსიპედის ზეგლი ვა? შეხედე. აგერ ყოფილა, მოვაგენი პირდაპირ. საქართველოს რუკა, სოხუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ჩემი ქუთაისი, აბერ მიყვარს ქუთაისი. დამახსადმე დავждეთ და ავაგემოვნოთ ეგე. გემთლად გაკეთებულად არ გამოიყურება ეგი. ალბათ დასაჯდომია. დავიწყოთ ეს ღირდა ლარნახევარი. შეხედე რა კარგად გამოიყურება. მაინც იმას ვიდე, აგერ გამოიყურება. თქვი რომ აი როგორ გამოიყურება. რა მე მომწონს ახლა. ლუადას არ მეეწონა სავარაუდოდ, მე მეწონა. ამასში არის კარტოფილი, მოცარელა და ლორი და სეზამის მარცვლები აყრია კიდე ზემოდან და ფასი აქვს ლარნახევარი. ლარნახევრად ამხილა რაღაცას თუ ვიყიდიდი სადმე არ მეიგონა კიდე. მოდი ახლა შიგნიდან ვნახოთ რანაირი არის. აჰა. რა მოლოდინიც ქონდა, იმნაირად გამოიყურება ზუსტად. მოცარელა სუნი იგზნობა და ლორის. ინგრედიენტები კაია და სავარაუდოდ კაი უნდა იყოს. ნახოთ ახლა. მენა იდეალური არის. გაგიმარჯოს მერთმა. ძალიან მაგარია. კარტოფილის, მოცარელას და ლორის გემოც მოდის იდეალურად. გაბალანსებული არის, მარილი აქვს ზომიერად. ეს სეზამის მარცვლებით იდეალურად აჯდება. თუ არ იცოდეთ, ქუთაისში ვინმე
ეგ იყოფილა კაი კომბინაცია. შეგიძლიათ ახლა გააკეთოთ და გეიყიდება, იმიტომ ძალიან გემრიელი არის. და მსუყეც არის, რაფერაც ვატყობ. ახლა რა ვიცი, აქანა ლარნახევარი ღირს და თქვენ რა ფას დაადებთ, მე არ ვიცი, მაგრამ ლარნახევრად არის იდეალური. აი, მე ვიდა მეორე რაღაცის ჯერი. აი. ეგი ღირდა 80 თეთრი. რავი, 80 თეთრი რამე რო ღირს, მოლოდინები არ გაქვს, მაგრამ ინგრედიენტები სულგუნით პურიო და ესეთ კაი უნდა იყოს. პური ძალიან კარგადაა გაკეთებული. სომთან მუშაობენ კარგად, რაფერაც ვატყობ იქან. მოდი შიგნიდან ნახოთ ახლა რანაირი. ეგი ახლა კაი იქნებოდა, ცხელი და სულგუნი გეიწელებოდა, მაგრამ ასეც კაი არის. რა კაი ყველის სუნი აქვს. და უნდა ვჭამო. მონახა თავისი ადგილი, რასაც გეუბნებოდით, აი ცომია იდეალური გაკეთებული. ეს სულგუნის გემოც არის გასული ამ ცომში, ძალიან იდეალურ ტემპერატურაზეა, თბილი არის და სული მიმდის რომ შევჭამო, მაგრამ ბევრი რამე მაქვს გასასინჯი და 80 თეთრად ძალიან კაი წასახემსებელი არის. არა, ვერ გავძელ მაინც. გემრიელია. და ეს სეზამის მარცვლებით უხდება ყველაფერს. ეგის ღირს თავისი 80 თეთრი, 80 კი არა, მე მეცაც გადავიხდიდი, ძალიან გემრიელი რაღაცა არის. და აი მეგობრებო, მე ვიდა ლოა და საყვარელი კერძის განხილვის დროც ისე უყურებს რომ, რა ვიცი, თუ გინდა შენ გასინჯე მარტო, კი? არა. მე უნდა გავსინჯო. ჯერ ლობიანი შამპურზე ლორით, და 2.5. ძიმია საკმაოდ და კარგად გამოიყურება, ფენოვანი ცომი არის. ნახოთ აბა შეგნით რა ხდება. ო? აი. ო, ბიჭო, რა სუნი აქვს? აურა, აი სუნი აქ ჩემი ვეღარ ჩერდები. ლუადას შეუნახოთ. ცომით აფერაც ყველა, ეგეც იდეალურადაა. გავსინჯოთ მოდი აბა ახლა რანაირი არის. სუნი აქ იდეალური. ძალიან გემრიელი არის, შავი პიმპილი, ხახვი და ჩვეულებრივი პიმპილი და ლორი არის. ყველაფრის გემო იგრძნობა, ოდნავ შიშხათიანი არის და ანუ გემრიელესი არის. სავარაუდოდ იმნაირ ადგილს მოვაგენი, ქუთაისში რო 1-2 არის და ყველა აქებს. მე მგონი ამნაირია ეგ თუ არა, ყველგან თუ ამნაირი გემრიელი რაღაცები წხვება, მალადეც მაშინ სამტრედიას. საღო. აი. ეს ლობი ვარი ბოლომდე, წვერამდე არის გასული მე. უგემრიელესი არის. 2.5 ღირს ეგი. შესახედავა კი ქონდა იმნაირი რომ აიზგავდა, მაგრამ ასე მაგარიც თუ იქნებოდა, მართლა არ ველოდი. მალადეც. მოდი ახლა ლუადა გასინჯავს იმ ლობიანს. არც ერთ მინჯავს, მაგრამ ლობიანს გასინჯავს. მე ხო ის ლობიანი როგორ მიყვარს, და როგორ მიყვარს ცხარეც. ხო. და არ ვიცი ეს ეხა აი ლობიოს გემოს რო ვეუბნო და ცხარე რო ფარავს, ცოტა არ მოვწს, მაგრამ თვითონ საჭმელი რბილია, გემრიელია, არომატი მოაქვს, მაგრამ ლობიოს ფარავს მაინც ის ცხარე ისა რა. მე ახლა დიდად ლობიოს მოყვარული არ ვარ, მაგრამ ამ სიცხარემ, თან სიცხარის მოყვარულიც არ ვარ, მაგრამ სიცხარემ ისე კარგად მეიტანა და გემრიელი არის, კი. უფრო აქვს სუნელების გემო. ხო და ლობიო შენ ლობიო რო გიყვარს? კი, ლობიო გადაფარა ცოტა და ეგ არის ცოტა არა, ისა. მე ლობიოს გემოც ვიგზელი, მაგრამ კაია. კი, გემრიელი, აი მართლა კაია. გემრიელი დასაწყისი იყო. წევიდეთ ახლა და სხვა რამე დავაგემოვნოთ. წევით. მე ვედით მეგობრებო, ელდეპო ვერ ნახე, მაგრამ ყაზბეგი ვნახე. წევიდით ახლა და შევუკეთოთ რამე. მითხრენ რომ აფერად ქუთაისში ვიკენდია საქაბაბე და რაღაცა მიახლოებით ამნაირი ადგილიაო, ძველი არისო და რამდენი ხანია რო არის? 28 წელი? ძალიან კაი და რამე განსაკუთრებული კერძი იმნაირი ყველაფერი კი მაგრამ დავუშვათ ხშირად რას უკვეთავენ რაღაც ყველაფერს? ძირითადად დილით არის ხარჩო, ხაშლა, მონსტრი, კატლეტი. ხაშლა, ეს გულიაში რა არის? აკონს ხორცი, შველი, ეჭიხა, ახალსა. აი, საინტერესო იგი. კაი, მაგას
მოვიძებდნენ აგერ კაი ადგილი, რო ხმაური არ ყოფილიყო, და განათებაც ყოფილიყო და რაფერაც ვარ ახლა ერთხელ მოსული უბრალოდ იმისთვის რომ რაღაცა გავსინჯო, ყველაზე განსხვავებულად რაფერად შევხედე იქანა, ოსტრი იყო, ხაშლამა იყო, მწვადი იყო, ქაბაბი იყო, რაღაცები იყო და კიდე იყო გულიაში. აი მოვცადოთ ახლა ჩვენ გულიაში და გავაგემოვნოთ ახლა. უცნაური რაღაცების ჭამის ხასიათზე კი ვარ. მაგრამ ახლა სხვა რაღაცები თქვენ ციცით და მეც ვიცით და ერთად ვნახოთ სამტრედიაში, ყაზბეგში, გულიაში რანაირი არის. მოვიდა ჩვენი გულიაში, ძალიან კარგად გამოიყურება. აი. პორცია ახლა რავი. ასე არის. სუნი, რა სუნი აქვს? ძალიან გემრიელი სუნი აქვს. ეს ღირდა 12 ლარი, მოყვება პური. ლიმონად მე შევკვეთავთ რა. თავარი ახლა გემო, რანაირი აქვს და ხახვი რომ მიყვარს იცით და ხახვებს რო უყურებ და მწვანილებს უკვე კარგი ხასიათზე ვარ და სუნიც აქვს. იდეალური სუნი აქვს. მოდი ახლა გავსინჯოთ რა არის საერთოდ ჩვენი გულიაში. მე შევკვეთე პიურით, იმიტომ გრეჩი ხარ მიყვარს. პიურეზეც არ გიждდებით, მაგრამ რა ვქნათ ახლა გრეჩი ხას ჯობია. და პიურეც რავი, ცუდი არა, ახლა არ გიждდებით, რა ვჭამ პიურეს და ჩვეულებრივია, მაგრამ პიურეს სახელი აქვს გატეხილი რითი იცი? ცუდად რო ხარ და ვერაფერს ვერ ჭამ, მარტო გეუბნებიან დარჩენილია პიურე. ჭამე პიურეო და აი მაგას აქვს გაფუჭებული პიურეს სახელი თუ არა. პიურეს კარგად თუ გააკეთებ, ძალიან გემრიელი არის სხვადასხვა. გრეჩი ხაც მასია, მაგრამ პიურე ჯობია. ამ ორ არჩევანში. აი, ნახეთ ახლა პიურე. აი, ხორცი, ხახვი, წვენი. ძალიან მადის აღზრდელად გამოიყურება, რაფერად შეხედეთ. გადავიყოთ. პიურე გავსინჯოთ ჯერ ახლა, იმდენ ვილაპარაკებ პიურეზე რანაირია. ხოცა მოტკბო გემო აქვს. მოდი კარგად ვნახოთ. ალბათ კბილი კარტოფილიდანაა გაკეთებული. მაგრამ კაი არის. შიშხათი აქვს. მე ოდნავ მარილს მოუმატებდი, მაგრამ მარტო პიურე რო ჭამე, ალბათ მაგის ბრალდი არის და წვენთან ერთად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი და მოდი აბა კარგად წვენთან ერთად ვნახოთ. კი, დაბალანსებულია ყველაფერი. წვენი და პიურე ერთმანეთს შეერევა, მე აღარ აკლია უკვე არაფერი. კაი. არნაირ დაწესებულებების ხიბლი არის რომ პახმელიაზე მოდიხარ და უკვეთავ იმნაირ რაღაცას რომ პახმელიიდან გამოხვიდე და ეგეც ახლა იმნაირი კერძი არის რომ პახმელიიდან გამოსაყვანი კერძი არის. ამნაირ კერძებს უნდა გქონდეთ შიშხათი და აქ საკმარისად აქვს. იგი არ არის რომ პირით აღწვას და გემოები ვერ გეიგო. კარგად აქვს ყველაფერი. ხორცი ვნახოთ აბა რანაირად გამოიყურება. ხორცი აქ უნდა იშლებოდეს და ვნახოთ აბა. აჰა, კი ბატონო. ხორცმა მოხარშვის ტესტი გაიარა. ახალი ხორცის სუნი აქვს და კაი მოხარშული არის, რაფერად ეთყობა. ასე ნაწილ-ნაწილ იშლება. რანაირი გემოდაკრავს, იცი? როცა გაქვს ნაჭამი ფოსხორცი და ბოლოში რომ რაღაცნაირად პირზე რომ მოედება, ხო იცი? იმნაირი გემორჩება ბოლოში რა. ძალიან გემრიელი ხორცი არის. მართლა კაია. შორის მეტავ იმითი გრეჩიხიდაც გაიქნება მაგრამ ასე იმაში თუ იქნებოდა გაიქნება. შეხედეჩ. აულა გაისუნი ქურად. მწვანილებიც მინდა. და ყველაფერი ერთად გავსინჯოთ ახლა. პიურე, ხორცი, ხახვი, წვენი. ხახვი და მწვანილი. საწებელთან და პიურესთან ერთად რეაქციაში შედის კარგად. ხო არის რაღაცები რო ერთმანეთს უხდება. ამას, რა ვიცი, წვანილი ხახვით, საწებელ პიური ყველაფერი ერთმანეთს უხდება.
ბიშტექსია, ოღონ ბიშტექსი კეთდება პიურე, რეჭიხა, კვერცხი, კატლეტი, ყველაფერი არის და წვენი დასხმული და ხახვი და რაღაცეები და ეგი თითქმის იგივეა, ოღონ კატლეტი არა აქვს და კვერცხი. და რეჭიხაც არა არეული. ნუ სხვა გამოდის. არ ყოფილა ბიშტექსი. პახმელიაზე რომ მოსულიყავი, გამისორდებოდა ეგი რომ ეჭამა. ამდენი ხანია რომ ამ საქმეს აკეთებ, ცუდი ვერ გამოგივა ჩემი აზრით და მართლა კაი რაღაცა არის. მადლობა იმ ჩემ გამომწერს, თუ გაქვს ნაღურები, ტორპედოზე რო ვიყავი, იქანა მირჩია რომ ყაზბეგი არისო, მაგნაირი რაფერაც პიკენტიას პონდეთ, ძველი და რაღაცა ვთქვა. ხა პიკენტიას ხნის რა არის? 28 წლისა. გემრიელი არის ყველაფერი და არწმუნებული ვარ, ხა ეგი რო გემრიელია, არამის გემრიელი იქნება, იმიტომ ხორცი არის ახალი. მინდა მითხარი რანაირი არის შენ. მეგეწონა? ლუა და დიეტაზეა. და მოდი მე გავწირავ თავს ახლა. შეხედე. იშლება. ეს ნაწილი მომწონს ძალიან. ხრტილები რო აქვს და ასე ფენაფენად რო არის ხორცია, ძალიან მაგარი. წევედი. რატო არ ჭამს იცი? მოკევიობა? დავესწრო რომ კვილები მოგწო. ავეთ კვილები არ მოგძრება, ივენა ძალიან რბილი არის. არის ნერვიულო. ვერ დავტოვებ ამ ხორცს. იდეალურად გაკეთებული ხორცია. და ოსტრი არის მართლა, შიშხათი მოდის. აჯდება ერთმანეთს ერთი სიტყვა. კიდევ ერთხელ სწავლ სამდრედიას რა, მალადიც. და ვინც ხართ აქამდე ნამყოფი და რა მოგწონთ, იგი მითხარით. ახლა მე ეგი ვჭამე და მე ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი. ფასიც ნორმალურია, 12 ლარი და საჭმელიც ადეკვატურად კარგი და გემრიელია. ამ ბოლოში გემო რომ მოდის. თელ პირს რომ მეედება. ძალიან მაგარია. თქვენი აზრით რა ლიმონათი იქნება სასადილო არის თუ რესტორან ყაზბეგში? ყაზბეგი. რამდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ლიმონადს. ან მიჩვეული ვარ ჩვენ ქართულ ლიმონათებზე, ან იქავრე მაღაზიაში ნაყიდი ლიმონათები არ მომწონს. ამას აქ ძალიან კაი გემო. ხალი უნდა იყოს სამნაირი. დაიციან ევროპაში ლიმონადის გაკეთება. დავით. ყველაფერი დაждდა 15 ლარი. ახმელიაზე რო ხარ და გამოდიხარ, ერთი კაცი ერთ კერძზე იღებ და 15 ლარად გამეიპესკვებით და გამოხვალთ რა. თუ და გაინტერესებთ და გავლით იქნებით სამტრედიაში, ილია ჭავჭავაძის 15 ნომერია. იმიტომ მისამართები რო არ ვიცი, ვერ ვაგნებ რაღაცეებს. ხალხის კითხვით მივდივარ და ასე, აქეთ მოუხვია, იქეთ მოუხვია, ჯობია მისამართ ვიცოდეთ და ასე თუ ისე GPS-ი მიგვიყვანს. მე თქვი ელდეპოში ვიდე თუ გურმანში თქო და ერთი და იგივე ყოფილა. სახელი გადარქმევია ელდეპოს და გურმანი ქვია. წავით ახლა და ნახოთ გურმანში. განარი ხინკალია. დიდი წვალების მერე მოვაგენით გურმანს. ისე გვიხსნიდან რომ რა ვიცი, აქეთ მოუხვია, იქეთ მოუხვია, რა ვიცი მე. წამოდი ახ შევიდეთ, ცოტა ხინკალი შევუკეთოთ და გავაგემონოთ რანაირი არის. მე კი ვიწვალე, მაგრამ თქვენ რო არ იწვალოთ, მისამართი გევიგენ. თამარ მეფის 17 ყოფილა. ახლა ცოტა ხანში ჩემი ხინკალიც მოვა და ხინკალსაც გაგაგებიებთ რანაირი იქნება. მე ვიდა ჩვენი ხინკალი. აი მეუბნებოდით რომ რაია ვეხინგლებთ სივი მოაქვს არადის ორთქლიო აი ეგეც ახლა მეიტანენ და რავი ადის ორთქლი მე მგონი ორთქლის ტესტი გავლილი აქვს ამ ხინკლის ფორმა არის ჩვეულებრივი ფორმა აქვს ეს ხინკალი ყიდა ლარი და 80 ნუ ძვირი არის შეიძლება ეს საუკეთესო ხინკალია სამდრედიაში და მაგიტო ხირს მაგდენი საფირმო ხო არა საფირმო ქვია ხინკალს მაგრამ სხვანაირი არცა ესეთია. შეუძლებ ქალაქური ხინკალი არის და ლარი და 80 ლარს. და დიდი არის ესე სხვათა შორის და მძიმე არის და ისეა ჩამოგიდებული, წვნიანიც არაფერას ვატყობ ახლა ამას. ცომი არის კაი. ნუ ნორმალური ზომის ცომი არის. ნახოთ აბა შეგნით რა ხდება. რამდენი წვენი აქვს შეხედე? ო მალადეც. გე. ამას ვერ დავდებ ახლა, იმიტომ ძალიან ბევრი წვენია. მაგრამ ცხელია დავიწყელი.
მიყვარს ხინკალს წვენი რო აქვს, იმიტომ ასე თუ ისე ხინკალი საფახმელიოთაც გამოიყენება და წვნიანი რო არის, კაია. რაც არა ადეკვატურად დიდი არის და ვებსაც თუ ამნაირს უკეთებენ, კაი არის ახლა. სუნი კაი სუნი აქვს. რამდენი წვენი? წვენი კაი არის. და ხორცი დარჩა რამდენი შეხედე, რამხელა ხორცია? აი. წვენიც კიდე დარჩა შიგნით იმენა დავლიე ნახევარი. წვენი გემრიელია, ხორცი დიდია, უკვე კაია, ავსინჯოთ აბა. ცუდი ხინკალი არა, მაგრამ ახლა ქუთაისში ვისაც გაქვთ ჩემი ხინკლის ვიდეო ნაღურები, აი ეს იქ რო ხინკლები მომეწონა, იმნაირიც არა. წვანილების გემო იცნობა? გასინჯა, ნახე. წვანილების გემო ცოტა იცნობა თუ საერთოდ იცნობა? არ იცნობა ვაფშე. რა ხდება ახლა ამ ხინკალში? წვენი ბევრი აქვს და კაია, ხორციც ბევრი არის და მაგიც კაია. გემოები არის რანაირიც ნეიტრალური გემოები. არაფერი არ მოდის წინ. არც მწვანილების გემო მოდის წინ, არც რამე სუნელის გემო. ხორცი არის რბილი ძალიან და იშლება. არ მომწონს მე მაგი ხორცი რო იშლება. ზოგს მოწონს მაგი ხორცი რო იშლება. ნორმალური ხინკალია და დიდია ისე სხვათა შორის. გარდაუთ ხორცი ძვირია თქო რა ვთქვი, ზომის ხარჯზე უკვე აღარაა ძვირი, იმიტომ ამ ხელა ხინკალი ქუთაისში ელდებოში ნაფერაც მახსოვს 2.10 ღირდა. გემოები სხვა აქვს, მაგრამ ახლა ზომაში დიდი არის. მოდი მეორეც გავსინჯოთ ახლა. ყოით და ხინკალი რანაირია. პირველი კაია, მეორე მესამე და გევიგებთ გემოს ბოლოში რანაირია და მოგიყვებით თავიდან ბოლომდე მე. ეს ხორცი იშლება. ბორში ვით უხროპუნები. ბიჭო რა ამბავი წვენია. რა არის წინ? გარშე გარცხენ სიმნაირი ხინკალია, მაგრამ არის სტანდარტული ხინკალი. ჩვენ გვაქვს კაი კაბაბი და გაგემოვნებიებთ და გაინტერესებთ. არა, ძალიან ბევრ ადგილებზე ვართ ნამყოფი, ახაც ვაპირებთ კიდე წასვლას და აქ ხინკალი გვირჩიენ თქვენთან და მაგით მოვედით ხინკალის და საგემოვნებლად და იგი წარვინდა ისე მადლობა. ჩვენ საფრთხე ჩამოთავაზებთ. არა, უბრალოდ ვერ შევჭამ. მადლობა. აი, კიდე ერთსაც გავსინჯავ და გეტყვით მე კიდე საბოლოოდ რა ხდება. მაგრამ მიდის. ეს ხინკალი არის რო არ დაგამძიმებს იმნარი ხინკალი. რასაც გეუბნებოდით, ნეიტრალური გემოები აქვს და ამ ხინკალს შევჭამ ბევრს. ჭიათურაში რო ვიყავით, იგანა ის ხინკალი თუ იმნაირი იყო რომ 2-3-ის მერე უკვე მარილი მოდიოდა და რაღაცა იყო, ეგი პირველი 2-3-ის მერე შეჭამ. სხვათა შორის ახლა უფრო მომეწონა ხინკალი ცოტა რო შეგრილდა ცხელზე გემოები ვერ გევიგე. თუ აქანა ეს ხინკალი ამნაირი არის, ეს რაც ჩემთან არის აქ, მაშინ ნორმალური ხინკალი არის. შეიძლება მოხვიდეთ მაგათრებ, დაჯდეთ და გემრიელად შეჭამთ. სხვათა შორის ქალბატონებსაც უყვართ ხინკალი. ხო გიყვართ? ამიწერეთ კომენტარებში. დაწესებულების ხარჯზე შემოგთავაზენ კაბაბიო, გვაქო კარგიო, კიდე რაღაცებიო, მაგრამ ამდენი ჭამა არ შემიძლია და ლუადა კიდე ეგი იმნაირი მყავს დამოყვანილი აქანა პირს არ აკარებს არაფერს. ეგენი რასაც ვაკეთებთ ხოლმე, ყველაფერი არის დადგმული. თუ არა, იმენა კაცი არ ჭამს, ამნაირი ნახია, ასე რომ ვინმე ჭამდეს. აბა საგუგიჭრია. ასე რომ ვინმე ჭამდეს ჩემ თვალწინ და ჭამა არ მომინდეს, რა ვიცი მე. ბევრი თუ დამიწერთ კომენტარებში რომ ლუადა საჭამე, ავდგები და წავევიყვან და ვაჭმევ ლუადას და თქვენს გაჩვენებთ 100,000 ლაიქზე. ბევრი კომენტარები დამიწერეთ და თუ დაგაინტერესებთ ლუადას მევიყვან და რაღაცას გავასინჯებ რომ ნახოთ რომ ადამიანი ჭამს და მე არ ვარ ორი და მე ვჭამ ყველაფერს და ეგინა
რა ვთქვათ ახლა ამ დაწესებულებაზე? კარგი მომსახურე პერსონალი, ნორმალური, კარგი ხინგალი, ფასი ლარი და 80, ზომა დიდი, ხორცი ბევრი, კაია. მომეწონა. კაი, ხა გადავიხდი და დავით. ამევედით და ეს ადგილიც ჩაიწერა ქუთაისური ადგილების სიაში. დავკპატიჟეს და მადლობა აქედანაც. რომ მოვდიოდი აქებდნენ სამტრედიის გასტრონომიას და არ ვიცოდი მე თქვი რატო აქებენ ასე ისე და მართლები ყოფილან ისე. ყველგან სადაც მივედი, ყველაფერი გემრიელი და ყველაფერი კაი იყო. აი ამ ვიდეოს ფარგლებში, სადაც მივდივარ ქალაქებში და ვჭამ. აქანა მე ვფიქრე რომ ძველს რო გავსინჯა, მოდი ერთი ახალი გახსნილი რამეც გავსინჯო. ოკეი, აზრი არის. დამიწერეთ კომენტარებში და თუ მოგეწონებათ აზრი, ერთს ძველს რო გადავიღებ და ორს მერე წავალ და ახალი გახსნილი რაღაც არის, იმასაც დავაგემოვნებ კიდე. დავით. აი. ჩვენ მქონდა მუღავი, ამნაირი რაღაცაზე ამოვსულიყავი და სამტრედიაში რო ვაგვირდებ ქვეყანა ამნაირი. რამდენი ისენია შეხედე, აქეთ გადახლართული. 1 2 3 4 5 6 7 8 რა ხდება იმა ყველა ახანა მოდის? ვა ხალხი იყენებს თურმე ამას კედანიკეთ გადასასვლელად. მე ვთქვი ისე არის ხო ყველა. დავით. მე შუქნიშან რა ლამაზათაა. აქვე ყოფილა ყველაფერი. პანორამაც მithnen, ახალი გახსნილიაო და ვიდეო იქანა ჭამეო, კარგად კეთდება რაღაცეებიო და უარდა შევიდეთ და ხوار ვნახოთ იქანა რა ხდება. მივედი მეგობრებო და ძალიან ლამაზი გარემო არის. განლადეთ სამხალს რომ ყველა ცდილობს რომ ესთეტიურად ლამაზი გააკეთოს ყველაფერი და ამნაირად გინდა რომ მოდიხარ. რა მე მომწონს ძველებური სტილი, კაი არის ყველაფერი და გაბრუნებს იმ დროში იქეთ, მაგრამ ასეც რო არის ყველაფერი ლამაზად, ეგიც კაი არის და მე მგონი კაი შვები რომ ამნაირი ადგილების ჩასმასაც ვაპირებ ვიდეოში ახალი ადგილების. დავჯექით მეგობრებო და მივხვდი რატო ქვია ამას პანორამა, აი შეხედეთ. რანაირი ხედებია. ქალაქის სავარაუდოდ ყველაზე კაი ხედი ესაა ალბათ. ხედი კაი არის, ახ შიგნითაც შეიძლებოდა დაждდომა და შიგნით სხვათა შორის კარგადაა ყველაფერი ინტერიერი გაკეთებული რა და მე გაჩვენებთ მაგასაც ჩავსვამ კადრებს, აი ნახეთ. მოდი ახლა მენიუ ვნახოთ, გადავხედოთ. კოქტეილები, არაყი, რომი, ეს სასმელების მენიუა. აბა ვნახოთ კერძები რა არის. კიდე პომიდორ სალათა 10 ლარი, კიდე პომიდორ ნიგზი 12, ბურგერი, ხფოსნეკნი, ჩაქაფული, კუჭმა ჯელარჯი, კუპატი მეგრული, სენდვიჩები, ჩქმერული, მენიუში არის ყველაფერი და არ შემიგვეთი არაფერი. თქვენი გემოვნებით რამე ერთი კერძი მომიტანეთ თქვა და ნახოთ აბა ჩემთვისაც სურპრიზი იქნება და თქვენთვისაც და რა კერძი მომივა ერთად ვნახოთ და თან დავაგემოვნოთ. მე მანამდე აქანა ხედებით დავტკბები. მოგითხარით რომ არ ვიცოდი რა იქნებოდა, ერთი კერძი გვინდოდა, მაგრამ ამ კაი ხალხმა ერთი კერძით რაფერო ხო და ისე მარტო ქაბაბიც რო ყოფილიყო, ესე გამეიყურება რომ ხელები ამწევია. ახალ დაწესებულებებში რაც მომწონს, იგი არის რომ ყველგან ძველებურ სტილში ან მარტო ქაბაბი მოდის, ან მოდის სევოსლავაში და ეს არის განსხვავებული. ჯერ მოწოდება, ფასაც და ყველაფერს იმიტომ იხდით იმდენს, რამდენიც არის 16 ლარი ღირსეგი. ოთაშორის ძვირი არ არის, მეტიანებიც ვინახია ამ მოწოდებისთვის, ამ ადგილისთვის და ამნაირი სიტუაციისთვის ვენიერი ფასია. მოდი ახ ბევრს აღარ ვილაპარაკებ, არ გაცივდეს და ავაგემოვნოთ რანაირია. შეხედე. აუ რასონი აქ. რა რბილად იჭრება შეხედი, ხო?
სიმართლე თუ გინდათ, ამნაირი კაბაბი საერთოდ არ მაქვს ნაჭამი. გემოების თამაში არის. ეს შეფი სამზარეულოს ომების გამარჯვებული არის. ასე რომ თქვი, არ შემწარო, იმიტომ გემო აქვს საოცარი. ჯერ შესახედაობაზე რანაირი არის. საწებელი ვისი არის? მაშარაფი. იცით რომ იმდენი მაგ ნაჭამი რომ არა მაგრამ ძალიან გემრიელია კაცინი ახლა მე რო შევჭაო მე მომიდება ჭამა და აბა რა გინდა არ უნდა ჭამო ლიმონათი ღირს 15 ლარი გემო არ გამისინჯია ჯერ მაგრამ სულთა ინსტაგრამული ვიზუალი აქვს ძალიან მაგარი მონახე ენკრესუნი აქვს ძალიან გემრიელი რაღაცა 15 ლარად ლიმონათი დაჯდებით 2 ადამიანი გემრიელად ძალიან მოგეწონებათ მე იცით ტკბილის მოყვარული არ ვარ მაგრამ ეგ ტკბილი არა კაია შესახედაობა აქვს რა ვიცი მე შემარს ვინც უყურებს განვითარება მინდა საიტკენ იცი აი ამნაირი რაღაცებისკენ და სულ მინდოდა რომ მენახა მასტერშეფში რო აკეთებენ ხო იცი ის რაღაცა იმის სოუში იგი იმაში და ეგი ამაში და ასე რო გადადის ერთმანეთში ო ამას ვიზუალი აქვს 10-დან 10 ეს ღირს 22 ლარი და ამნაირ რაღაცას რო წარმოვიდგენ სულ წარმომიდგენია რომ ფასი აქვს რაღაცა ასე იმიტომ საზღვარი არის რო დავდივარ ასე მოგიტანენ ასე გადმოგიგდებენ რაც და ეცემა და ის ღირს 200 ევრო და ეს 22 ლარი ღირს და შესახედაობა აქვს მარტო 22 ლარი ელარჯი რა ღირს 12 ძალიან ადეკვატური ფასები არის ელარჯი ძალიან მაგრად გამოიყურება და არ მაგაცივა მაგრამ სავარაუდოდ ისე გამოიყურება, მაინც უნდა გაიწეროს. არა, უნდა ვიდე. ბრავო, არ მაგაცივა და მაინც, რავი, იმ ხელაზევი და ყველია მარტო ელარჯი ნაჭამი მაქვს ქორწილებში, სამეგრელოში და ვიზუალზე ხვდები უკვე იმის და ამის განსხვავებას. ქორწილში ისე იმათ არავინ გაგიკეთებს, სავარაუდოდ გულიანად და იმათ გემოზე რანაირია იგი ვნახოთ და მე ხარჯო ისე მიყურებს და დავაგემოვნო და არ მქონდა გადაწყვეტილი ამდენი ჭამა, მაგრამ ყველაფერი ისე გამოიყურება ესთეტიურად, რომ არ გამოდის მაგი. კაი სუნი აქვს. კატიშე კამერა. ეს ნაგაცი მომალეკა ასეთი უნდა იყოს. მე ნაჭამი მაქვს ხომი უფრო მეტია, ვიდრე სულგუნი და აქანა, რავი, ჯერ სულგუნის გემო მოდის და სულგუნის გემო კი არა, ტექსტურად სულგუნისა აქვს და ხომისის მე რაღაც ბოლოში, რავი, ბოლოში მივხვდები ხომი თუ აქვს, რავი, ასე მგონია მარტო სულგუნს ჭამ. ძალიან გემრიელი ელარჯი არის. მარილი აქვს იდეალურად. მარილი როაკლია არ ვარგა გემოს ვერ გაიგებ და მეტი მარილი როა კიდე იგიც არ ვარგა, იმიტომ რაში მარილის მეტი არ აქვს. ამას აქვს იდეალურ ზომაზე ყველაფერი და სულგუნი რასადმე ერთი ადამიანიდან მოგაქვს თუ ამოწმებს თუ რა სამეგრელოდან მოგობს. სამეგრელოდან გადადის ესე. სულგუნი თუ არ არის იმნაირი, გააფუჭებს ყველაფერს და სულ რო ამნაირი იქნება იდეალური. გასინჯო უნდა არ გექნება განასინჯო. ეს გასინჯი გასინჯი. მაგი ხო ახლა. ელარჯი და ხარჩო არის კლასიკა. მეგრული სამზარეულოსი. შეხედე. ეს არის ხომის ჩიპსი. ეს ცალკე მაინტერესებს რანაირი იქნება. შეხედე ხოსნი ნომი. ქვემოთ კიდე არის ცალკე
ხორცი. ეს ხორცი. აუ. ჯერ ამას გადმოვიღებ. აი. ასწალკე. აი, ნიკნი კიდე. მომშივდა რა ატრი. აჰა. აი. კიდევ არ ვღი ამის სერვირება, მაგრამ ისე არ გამოვა არაფერი. ძალიან მაგარი სუნი აქვს. ხარჩო ელარზე. ჯერ მარტო ელარჯი და ხარჩო გავსინჯოთ რანაირი არის. ავსებს ერთმანეთს იდეალური გემოა. სუნელები, რაც აქვს, ყველაფერი არის იმნაირ ზომაზე, რანაირზეც უნდა იყოს. კიდე ერთხელ გეტყვით, რომ ამნაირი არც ხარჩო არ მაქვს, კიდე ნაჭამი თვითონ წვენი არის, ძალიან გემრიელი. მოდი ახლა ხორცით ვნახოთ. ახალი ხორცის გემოა, თვითონ ხომის ჩიპსაც გავსინჯავ, ცალკე. რა ხდება კი, მაგრამ კომბინაცია არის იდეალური. ყველაფერი ცალ-ცალკეც კაი არის, მაგრამ ასე ერთად ხორცი, ჩიპსი. აღარ შემეძლია, მაგრამ ეს ხბოს ნეკნი უეჭველი გასასინჯი არის, იმიტომ ძალიან მეყვარს ნეკნი. თავისებური ხბოს ნეკნის სუნი აქვს. რანაირიც წარმოგიდგენიათ, ხო იცი? ზუსტად იმნაირი სუნი აქვს, იდეალური სუნი აქვს. კაი ხორცი არის. თავარი არის ხორცის არჩევანი. და ხორცი თუ აკაი, ისიც გამოდის კაი. ყველაფერი, მაგრამ ეს არის იდეალურად. შემწვარიც იდეალური არის, ხორცი კაი არის. კლიანობაში ეს ძალიან მაგარი არის. მართლა კაი ვქენი, რომ არჩევანი მივანდე ამ კაი ხალხს. თუ არა მე ამნაირ რაღაცებს ვერ გავსინჯავდი და თქვენც ვერ გაიგებდით აქანა ამნაირი რაღაცები თუ იყიდება, იმიტომ რომ მოდიხართ და უკვეთავთ ყველგან ქაბაბ შეუკვეთავთ, გონია ქაბაბი, მოვა ქაბაბი, ხარჩო შეუკვეთავთ და ხარჩო. ხო და აქან არის ხელოვნების ნიმუშები. სერვირებაზე ნაფიქრია, გემოები კარგია, მომსახურება კარგი, რავი, ყველაფერი გაია. და რაც თავარია, თუ გონიათ კიდე რომ ფასები დაგხვდებათ კატასტროფული, მაგიც არაა კიდე მასე. ნენელა შემოდის ჩვენთან იმნაირი რაღაცა, რომ ნუ ძველ ხალხს გონია რომ რაღაც ხარისხი თუ არის, ანუ ფასია ძვირი. არა, ამასე. მე ვფიქრობ, რომ ყველგან ხარისხი უნდა იყოს იდეალური და ფასიც უნდა იყოს ადეკვატური. აქ ყველაფერი არის იდეალური და ფასებიც ადეკვატურია, ყველაფერი კარგია. საინტერესო ფერი აქვს. ანანასის სუნია. ვენც არ მეიდგინეთ და გემოც ანანასის აქვს და ვისაც გიყვართ ანანასი, თუ ვისა რო ყვარს ანანასი, ძალიან გემრიელი არის. გემოვნების ამბავია ახლა. კენკრავისაც უყვარს, ის მოეწონება, ანანასი ვისაც უყვარს ეს. და ყველასთან შედარებით, რავი, რაც ლიმონათები გამისინჯია, ეს მომწონს, რატო იცი? ტკბილი არა არის ისეთი, რომ გემოები მოდის უფრო. როცა ძალიან ტკბილი არის, მარტო შაქრის გემო მოდის, ამაში შაქრის გემო არ მოდის. ამაში მოდის ცილის გემო, რაც არის რა. ესეც იდეალური. აი ხარ რა ძალიან მაგარი არის. კარგი, ახლა ნახოთ ანგარიში რა იქნება და წევიდეთ. რამდენის იქნებოდა ისე მაინც რო გავიგოთ. თავის მომსახურებია. ახლა TikTok-ზე არის ტრენდში, ამგენს ჭამენ და ვისაც გაინტერესებდა და არ იცოდით სად იყო, აქან არის პანორამაში. გაგემშვიდობებით, მადლობა მასპინძლობისთვის და დავედით. კარგად. გამევედით მეგობრებო, იმნაირი გამზღარი მევედი აქანა რამეს თუ შევჭამდი და არ მეგონა, მაგრამ ამნაირი კერძები რო არ გასინჯო, შეუძლებელი არის. ძალიან მომეწონა, ახალი გახსნილი არის, 3 თვეა გახსნილია და ძალიან ლამაზად გამოიყურება და გემოვნებითაა ყველაფერი გაკეთებული. შევსაც ეთყობა, რომ თავის საქმის პროფესიონალი არის, ყველაფერი იყო გაკეთებული გულით და იდეალურად. მინდოდა კიდე რაღაცეებს გადაღება, მაგრამ არ მინდა ხასიათი გევიფუჭო. რაფერად ვთქვით, ეს ადგილიც ჩაიწერა ქუთაისური ადგილების სიაში, იცით რატომაც, დაგპატიჟეს და
მადლობა კიდე აქედან. შვენიერი გამოდგა სამტრედიის გასტროტური. მეუბნებოდნენ რომ სამტრედიაში ძალიან კაი კულინარია არის, გემრიელია ყველაფერი და მართალიც ყოფილა ეხალხი და ძალიან კაი თქვენი რომ იგიც დავამატე რომ ძველი დაწესებულებებთან ერთად ახალ დაწესებულებებშიც რო დავიწყე სიარული გაამართლა. ამდენი დავდივარ. ბენზინი არის, იგი არის. თანამშრომლობა ვისაც მოგინდებათ, აღწერაში იქნება ჩემი მეილი და შეგიძლიათ იქანა მომწეროთ. თუ დამიწერთ კომენტარებში რომელ ქალაქს ვესტუმრო კიდე შემდეგით, ოღონ ცოტა აქეთ იყოს იმერეთისკენ, ასე მირჩევნია. თან იმასაც თუ დამიწერთ რა ადგილებზე მივიდე და რა დავაგემოვნო, მაგაზეც მადლობელი დაგჩებით. თქვენი კომენტარებიდანაც ავარჩევ. სად მივიდე, რა გავსინჯო იმასაც იქედან ავარჩევ. და ასე რომ დამიწერეთ კომენტარებში რომელ ქალაქში წავიდე და რა და სად დავაგემოვნო. მადლობა ხა ყველას, გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.